მოგესალმებით ყველას, ეს არის საკრალიოს პოდკასტი. მე ვარ მარიამი, ჩემს სტუმარი არის ნინი დღეს და ვილაპარაკოთ ძალიან საინტერესო თემებზე, ქალურ და მამაკაცურ ენერგიებზე, ალქიმიაზე, ფსიქოლოგიაზე, ადამიანების ბნელ და დაფარულ მხარეებზე და კიდევ რასაც წამოიღებს ჩვენი დღევანდელი საუბარი. ძალიან საინტერესო სტუმარი მყავს და იმედი მაქვს რომ ბოლომდე მოგვისმენთ. გამარჯობა ნინი, მადლობა რომ მოხვედი. მარიამი, რომ მომიწვიე. შენს ინსტაგრამის გვერდზე ვნახე არხი, რომელმაც ძალიან გული ამიჩქარა ალქიმიის შესახებ და აქტიურად ვკითხულობ, რასაც წერდა პოსტავიკ. ჯერ ერთი პირველი რაც მინდა გკითხო, ალქიმია რას ნიშნავს და რატო გვჭირდება ამის შესახებ ცოდნა დღეს თანამედროვე ადამიანებს, იმიტომ რომ ვიცი რომ ეს არის შუა საუკუნეების პოპულარული იდეა, ასე ვთქვათ და მიმდინარეობა. დღეს რატომ ალქიმია და ქალურ და მამაკაცურ ენერგიებთან რა შუაშია? მოგეთ ეს ამის დროზე ვითომ რასაც ეძებდნენ იყო რომ რაღაცა ჩვეულებრივი მატერიისგან ოქროს შექმნა, რაღაცა ძვირფასის შექმნა, მაგრამ საბოლოო ჯამში ანუ ეგ emerald tablet ისაც ხელმძღვანელობენ შემდეგ უკვე ალქიმიკოსები, ისეთ კანონებს და ისეთ ცოდნას მოიცავს, რაც სინამდვილეში იცი ოქროზე და იმაზე კი არ ხურდავდებით, რა ქვია, რაღაცა მატერიალურ რაღაცაზე, არამედ უკვე მიდის ის თემა, რომ როგორ შევცვალო ჩემი რეალობა. ანუ ამ თემაზე ვართ რა. მაგიასთან არის დაკავშირებული ხო რაღაც ჩადოსნურ მედებებთან? მაგიასთან, მანიფესტაციასთან, ეხლა არის საკმაოდ პოპულარული ეგეთი იდეები რა, მანიფესტაცია, კვანტუმური ხტომები, რაღაცა პარალელურ სამყაროებში და იმის შეცვლა და ამის ეს ყველაფერი ძალიან მაგარია. ხო და მაგიტო ალქიმია რა, ალქიმია არის სამდროში შენი რეალობის ფლობა, გაცნობიერება და რა თქმა უნდა, ანუ მე ხდები შენთან შემოქმედი რა, შენ ქმნი ამ რეალობასთან გარდაქმნი, გარდმოქმნი და ამის ხელსაწყორო სიამოვნებაში შენ ხარ. ერთი სიტყვით გაცნობიერებული ცხოვრება და ცხოვრების ფლობა არის დღევანდელი ალქიმიის განმარტება, ასე ვიტყოდი რა. და ამაში რა თქმა უნდა შედის ფემინური და მასკულინური ენერგიები, იმიტომ რომ როგორც დავიწყეთ, მაგას ეგ ისედაც გვაქვს, ვერსად ვერ გავიქცევით. და ჯობია როგორც ემოციებსაც ვწერი ხშირად, რომ ანუ ვიღაცამ დამიწერა მე რომ მაინც არ არისო, კაიო, არ არის კაი, გვაქვს ეხლა და რა ვქნა. ანუ ბრაზი მაგათო მაინც არ არის კაიო და ოკეი, კაი, არ არის კაი. ოკეი. მაგრამ რო ბრაზდებით მაინც რა ვუყოთ ახლა ამას, ხო? ანუ ეგრეა რა, ანუ მაინც ფლობა ამ ენერგიას გინდა არ გინდა გაქვს და ბარემ იცოდე, ხო, როგორ აბალანსო, როგორ მართო, როგორ გამოიყენო შენ სასიკეთოდ. და ასე შემდეგ. ქალურ და მამაკაცურ ენერგიებს რა ნაწილი უჭირავს ამ ალქიმიაში? ანუ რა კავშირში ამ ყველაფერთან? ალქიმიაში მანდ მივდივარ უფრო იუნგის იმით რა, ფსიქიკის ანატომიით. მოგეთ იუნგის ფსიქიკის ანატომია არის ესეთი, გვაქვს ცნობიერება და გვაქვს არაცნობიერი და მე არის კოლექტიური არაცნობიერი. ეს რო რუიანა და ჩემთან რუიანა და მე ქვემოთ რაღაცა ოკეანეში რო იყოს ეს რუიანი დაერთებული. ეხლა თვითონ ცნობიერების შრეები რა არის? ცნობიერების შრე არის გარეთა პერსონა, რომლითაც მე რო ეხლა პოდკასტში ვარ, სულ ასეთი ხო არა ვარ რა, ჩემ მეგობრებთან ძალიან მაგალითად უშავესი იუმორი მაქვს. ეგრე ხა არ ვიქცევი მაგალითად, ჩემ შეყვარებულს სხვანაირად ვთქვა, ასე შემდეგ. მოკლედ ეს პერსონები გარეთ. როგორ ვურთიერთობ, ხო? ნუ ესეც ჩემია რა თქმა უნდა. პერსონას შიგნით არის ეგო. ეგო არის ის, რომელსაც ანუ მე აღვიქვამ ჩემ თავს, მე რა ვარ. რაც ვიცი რო ვიცი. და ვიცი რო არ ვიცი, ეს არის ეგო. ეგო არის რაც ვიცი, ცნობიერში არის მაინც. მერე შუაში აი არაცნობიერსა ცნობიერსა და არაცნობიერის კვეთაში არის self-ი, თვითობა. აი თვითობა ზუსტად ის ინტუიცია, თვითობა ვლინდება ისეთ სიზმრებში, სადაც ბრძენი კაცი მოდის, ვიღაცა ან ბრძენი ქალი მოდის, მოხდეს და გეუბნება რაღაცას პირდაპირ და აი ეს არის თვითობა, სადაც ყველაფერი იცი რა, იმიტომ რომ არაცნობიერსა ცნობიერის კვეთა არის. და ეხა არაცნობიერში რაცაც ვაცნობიერებ ხოლმე, როცა მჭირდება არის ჭრდილები. ჭრდილები არის ნებისმიერი ნაწილები, რომელიც მოვიშორე ან მომაშორეს ძალით, ფსიქიკის ნაწილები, მაგალითად სინაზე, მაგალითად არტისტობა, მაგალითად თუ გინდა ლოგიკურობა, თუ გინდა რავი, ბევრი რაღაცა. რაც მე სხვაში რომ აღიზიანებს ან აღვამხტოვანებს, აი ეგ. და კონკრეტულად ცალკე გამოყო იუნგმა ანიმე და ანიმუსი.
ესენიც ხშირად ამოდიან სიზმრებში, ისე თქვი, აი პარტნიორში ძალიან ეთყობა ადამიანს, ან როგორ კაცებთან, როგორ ქალებთან აქვს ურთიერთობა, ძალიან ეთყობა ადამიანს თვითონ როგორი გაშინაგლებული მასკულინობაც მაქვს, აი ქალზე რო გავაკეთოთ ახლა ისე მაგალითად. ისეთ კაცებს ვეძებ მე გარეთ. ანუ ისეთ მამაკაცთან მაქვს მე ურთიერთობა. თუ ჩემ თავთან ფემინურში მჩაგვრელი მასკულინი უყავს, გარედან ავარჩევ მჩაგვრელ კაცს. თუ მე გავიაზრე და გაცნობიერებული მაქვს რაღაცები, მეგობრის დონემდე ავიყვანე ჩემ თავში მასკულინური ენერგია, მაშინ მეგობარ კაცს ვიპოვი რა, ანუ თანასწორს ვიპოვი და არ იქნება ან ჩაგრული ან ჩაგვრელი რაღაც ან ზემოდან ან ქვემოდან რაღაცა ეგეთი ის არ იქნება რა. ხო, ეგ არის ძალიან კაცებს იგივენაირად. ისეთ ქალებს პოულობენ, მაგით ძალიან მარტივად შეგიძლიათ თქვა ვისთანაც არის. ის ხარი მითხარი ვინ არის შენი მეგობრები და გეტყვი ეს შენ. მაგაზეც არის რომ მითხარი ვინ არის შენი პარტნიორი და გეტყვი როგორი მასკულინობა, ფემინურობა გაქვს და გაშინაგლებული. ხო, ეგეთი რამე. და მაგიტო მოიაზრებს ალქიმია ჩემთვის ანიმას და ანიმუსაც, ანუ და მასკულინობას, იმიტომ რომ გვაქვს ყველას, ანუ ფსიქიკის ანატომიაში ეგრე არის. ხო. და მე ალბათ შენი ცხოვრების გამოცდილებები, შენი რაღაც ბიოფიზიოლოგია და ნასწავლი რაღაცები განსაზღვრავს, რომელი ენერგია უფრო ძლიერია, რომელი არის ნაიარევი, რომელი არის ჯანსაღი და ასე შემდეგ. ოკეი. ნუ ჩვენ ესე იგი სანამ ჩაწერას დავიწყებდით, ლაპარაკობდით ქალურ და მამაკაცურ ენერგიებზე და პატარა შეჯამებასავით გააკეთე და მე გააგრძელე რისი თქმაც გინდოდა. ხო, მასკულინური და ფემინური ენერგიების მონაცვლებაზე და ჯანსაღ ვარიანტში როგორ გამოვლინდებიან ადამიანში, ერთ ადამიანში, მე როგორ ურთიერთობთ მეორე ადამიანთან ამ ჯანსაღი ენერგიით, ან ნაიარევი მასკულინით, ან ნაიარევი ფემინურით, როგორ ურთიერთობთ სხვა ადამიანთან და როგორ გავლენა აქვს ჩვენზე. რომელი რომელზე ჭირდება და ასე შემდეგ და მაგაზე სხვათა შორის მე არ მიხსენებია მანამდე, მაგრამ ასევე გავლენა აქვს რაღაცა არქეტიპსაც რა, ანუ მსოფლიო, ანუ ბევრი ხალხის ერთად და თავისი წარსულის და თავისი აწმოთი განწყობას ერთი ენერგიის მიმართ ან მეორე ენერგიის მიმართ. თუ შეგიმჩნევია შენც არ ვიცი, შენც მითხარი გრძნობაში, რომ ფემინური ენერგია დიდად არ მოგწონს. ზოგადად ეგეთი განწყობა, რომ ფემინური ენერგია თუ ფემინური ხარ, დამამცირებელია რაღაცნაირად თითქოს, უფრო პატარა ხარ, უფრო სუსტი თითქოს. ეს არ არის ჯანსაღი განწყობა, მაგრამ ნუ ეგეთი დამოკიდებულება გვაქვს ზოგადად რა. ქალების მიმართ ჯერ კიდე ახლა აი საქართველოს შეიძლება არა, მაგრამ ბრიტანეთში იყო ხო, რომ ცეცხლს ეწვავდნენ ქალს, რომელსაც რაღაცა კითხვის სურვილი ქონდა მაგალითად, ან 2+2 იცოდა ან რაღაცა, ხო? ანუ არ გვაცდიან ძალიან ბევრი ანუ ეს რეპრესიები და ისინი ქალებს და შესაბამისად ფემინურობას გამოვლილი აქვს რა. და კერო დავაკვირდეთ ახლა იმ თემას, რომ ლოგიკურობა რო უფრო ფასობს ვიდრე შეგრძნება. გრძნეზე მეტად ეს ინტელექტი, ანუ ის კი არა რომ მე ვიგრძე ხდება. არა, მე უნდა ჩამოვაყალიბო ლოგიკურად ადან უნდა ჩამოვაყალიბო როგორ მივედით აქამდე, როცა შეიძლება მე უბრალოდ ვიგრძენი რომ რაღაც ესე მოხდა, მაგრამ ეგ არა. მამალი ქალები ევასებად. მამალი ქალები მასკულინობა უყვართ ძალიან და ფემინურობას ჩაგრავენ. აი მაგის უკან რო დავინახოთ. ახლა მოუბრუნდეთ ამ თემას. ეხლა რა ხდება? ვიბადებით ქალებად, ვინც ქალებად ვიბადებით, ან ფემინურობა გვაქვს ძალიან მაღალი. და ხედავთ, რომ ეხლა ირგვლივ ბავშვი კიდე მაგას უფრო მეტად ამგვავებს ენერგიაში, რომ მოიცეკაც, ეს ეხლა რაღაცა არ არის, მთლაც ასიამოვნო, იმიტომ რომ ბიჭს რო აქვს უფლება, რომ იქ რაღაც წავიდეს ითამაშოს რაღაცა, მე აკერი სახლი უნდა დავალაგო თუ. და რაღაც მომენტში არ ვიცი, შენ თუ გიფიქრია მაგასაც ბავშვობაში, ბევრი გოგოს ფიქრობს, რომ აი ბიჭად დაბადებულიყო მაგალითად, თან ბიჭობა რო უნდა, ხვდება რომ მანდ უფრო მეტად თავისუფალია. ამით არ გულისხმობ, რა თქმა უნდა, ბიჭებს მარტივი ცხოვრება აქვს, ასე თუდად არ გამიგოთ. ანუ უბრალოდ ეხა ფემინურობის ზოგადი ჩაგვრა რომ მიდის მაგის დანახებამით. და მე რა ხდება ეხლა? მე თუ გარედან ვიჩაგრები, ვიღაც თუ გინდა მშობლის მიერ, თუ გინდა კაცის მიერ, თუ ანუ ზოგადად საზოგადოების მიერ როგორც ქალი და თავისუფლების შენარჩუნება მინდა და ეს ყველას შინაგანი მოთხოვნა აქვს მაგის რომ თავისუფლება ქონდეს, სულს უნდა უბრალოდ ეგ სხვანაირად არ გამოვა. გავიშინაგანებ ამ მასკულინობას, ზუსტად ეგრე ავიღებ, ჩავისვამ ჩემ თავში და მე დავიჯერებ როგორც მე არ მინდა. იმან მითხრა კი არა და საზოგადოებამ მე თვითონ არ მინდა, მე არ
ის რომ მეუბნება რომ მაკიაჟი არ გავიკეთო, გავწევათ, ეგ კი არა, მე თვითონ არ მინდა კაცო, შენ არა საზოგადოებას კი არ უსმენდა. იმდანაც ვიშინაგანებ ამ მახჩობელა მასკულინობას, რომ საკუთარ თავს უკეთებთ მაგას. თუნდაც იმ ამბავი რომ და ამას რო ვიშინაგანებ, ეგეთია ჩემი ანიმუსი რა, ეგეთი დამყვება, ეგეთი კაცი მყავს, რომ ძალიან უხეშად რო ვთქვათ, შინაგანად რა, მჩაგვრელი. და მჩაგვრელი კაცი მე მჩაგვრელს რო ხდება, იქაც ეკიშება რა, ეგ არის წამყვანი მე რა და როცა შეჯიბრის მოიჩნდება თუ გინდა საკუთარ თავზე, თუ გინდა სხვაზე, აი მაგ მასკულინობაში პირდაპირ ჩემი მასკულინობის გამოვლინება, როგორც შენ თქვი რომ აი მასკულინობისზე. აქვე მინდა რომ ეხა სიმარტივისთვის კაცს და ქალს გამოვიყენებთ სავარაუდოდ ხანდახან, მაგრამ ხად ეგეთი არ არის რა, კაცი შეიძლება ძალიან ფემინური იყოს, ძალიან ჯანსაღად, ქალი შეიძლება ძალიან მასკულინური იყოს, ძალიან ჯანსაღად და მაგებში ძალიან ავირევი ხარ, რომ წავიდა ინდივიდუალურ შემთხვევაში გვჭირდება. გავიაროთ კაცი, ქალი, ესე რა, სტანდარტი უბრალოდ თორე რა თქმა უნდა, როგორც ფსიქოლოგიაში რაღაცები ძალიან ინდივიდუალურია გინდა მედიცინაში, ეგეთი ადამიანებშიც რა, ყველას ვერ მოერგება ყველაფერი. ხო და რასაც ყვებოდა მარიამი იყო კაცი, რომელსაც ჰქონდა ესეთი განწყობა, რომ იყო რაღაცა ალფა მეილი რა, როგორც იცოდნენ ხოლმე, რომ აი ექსპერტი, ხო, ექსპერტი კაცობაში. და იქ ვახსენეთ რომ ვისაც ჭირდება რომ ის დაადასტუროს რომ და თქვას და აღნიშნოს რომ მე ექსპერტი ვარ თლად ექსპერტიც არ გამოდის და საინტერესო თემა მან არის ის რომ აი რატო შეიძლება დავემართოს ის მომენტი რომ აი ასეთ ტიპთან მომინდეს რომ ეხა დავუმტკიცო ამას რომ შენ კი არა აგე გამომხედა მე უფრო ვიცი რა ან რაღაცა ეგეთი რა ან თუნდაც ის რომ აი შენ აზრზე არ ხარ რა აი რა შენშინდეგობის გრძნობა მიჩნდება მაგ დროს, როდესაც კაცი ცდილობს, რომ რაღაც დამიმორჩილოს, ჩემს რა ვიცი, რაღაცა იბატონოს ჩემზე თუ აი რაღაც ეგეთი superior აი ზეაღმატებულად წარმოაჩენს თავის თავს ვიდრე მე. ხო, როგორც ქალი ამ შემთხვევაში. აი აქ მიჩნდება ძალიან შეწინააღმდეგების და ბრძოლის სურვილი. აი, გამარჯობა და შენი აზრით შენში რომელ ენერგიას უჩნდება ეგ? ექსურული. მამაკაცურს უჩნდება, ხო. და მან ეხა ის ზუსტად რის თქმასაც ვაპირებდი, მე სად მქონდა ჯახი ჩემს მასკულინობასთან და როგორ მოვგვარდი, ეგარი ანუ როგორი რაღაცა იყო, იცი რომ მეთქი აქამდე თურმე მასკულინობას ვერ ვძოდი მასკულინობით და ფემინური ენერგია აბსოლუტურად ჩახშული მქონდა რა, მაგის გამო და თან ვერ ვწუნებდი იმაზე, რომ სულ მასკულინურში რატო ვარ. როცა მე თვითონ არ ვაძებდი ჩემ თავს რომ ფემინურში ყოფილიყავ. ესე, გრძნობდი რომ ფემინურობას არ ვავლენდი, აბსოლუტურად მასკულინური ვიყავი, აბსოლუტურად გეგმიური, მიზანდასახული, განა ეს ცუდია კაცო, მაგრამ ანუ ბოლოს ოღონდ რა მემართებოდა, იცი, აი ჭრდილოვან მხარეზე რო გადავიდეთ, ცოტა ჭრდილებს შევეხოთ, რომ აი ეგეთი ქალები მაღიზიანებდნენ, ძალიან ისეთები, აი სხვა რო ეხმარებიან, ნაზი რო არის, კაბები რო აცვია, და მე ცხოვრება რაღაცაა მიმდგარი ვარ ცხოვრებაზე, აკაც რა ქალმა არ უნდა იცოდეს ამის გაკეთება რაღაცები, ვისაუბროთ აპარაკობ რა. ნუ ახლა ეს ვამუქებ რა თქვა და მე აი ეგეთი მითქვა, აი ძალიან ამაღიზიანებდა, რომ აი პრინცესული გოგოები, რაღაცა ეს ჭკვიალებით და ეს ვარდისფერი რაღაც, აი მეთქი ნუ აი ეს ხო ეხა რაღაც და ნუ მე ჭრდილებზე თან გზნობ ამას, ანუ სხვა გზა არ მაქვს რა, ხვდები რომ ჩემია რაღაცა პრობლემა, იმიტომ რომ ის პრინცესა გოგო მე საერთოდ არ მეხება, ჩემ ცხოვრებას არ ეხება. რომ მოდიოდეს ახლა და მცემდეს, ოკეი, კი, უნდა გავუბრაზდე, მაგრამ თავისთვის ცხოვრობს მე რა შუაში ვარ, ხო? როცა მე არ მეხება და თავისთვის რაღაცას აკეთებს და მაინც მაღიზიანებს, ესე იგი ჩემი რაღაცას მომხვდა რა. ხო, და მაღიზიანებდა და მაგასაც კი მივუდექი მასკულინურად, მაგის აბა მეთქი, აბა სად არის? აბა თერაპიაზე ანალიზი რაღაცა ესა და ძალიან გვიან გავიაზრე რა. ამ პრობლემასაც კი მასკულინი ცდილობდა რომ გადაეჭრა. იცი რომელი ტიპი ცდილობდა რომ ხო, მაი მე მოგიგوارებ ხა რა, ხო ხტები, წამოდი მე ვიზამ რაღაც. და სადამდე ეს ასეთი იყო, რა თქმა უნდა, ფემინურობა გაჩერებული იყო, ჩემი აბსოლუტურად ანუ სიმბნელეში რა. მე მივხვდი რომ ფემინურობა სინამდვილეში ასევე ძალიან ბუნებრივად არის, უბრალოდ
ანუ ნახე მასკულინს კი უნდა ეცდია ფემინურობა გადამარჩინა საბოლოო ჯამში. ანუ როგორც კი ფემინამ დააფასა ეს და ვალიდაცია გაუკეთა და გაუგო და აპატია და ის უთხარ ვარ საფერი საპატიებელი არის, ეგრევე დამშვიდა მასკულინობას. ან თურმე არაფერი ზოლველი არ ყოფილა რა, მე გაიგო. რაღაც მაგაში დამეხმარა ფემინური. ფემინური მიდგომა იყო ჩემთვის ეს ფემინური მიდგომა და ნუ არქეტიპულადაც ესე რომ მიიღება ისეთი როგორც ის კი არა ხა მე რომ შეცვლა დამეწყო კიდე ისევ მასკულინობაში ვარდები. ისევ ლოგიკური გეგმიური მიმართულება რა. როგორც კი მივიღე ეგრევე ესეც გაიზარდა რა მასკულინობა ძალიან მშვიდი მიზანმიმართული და ის დარჩა, მაგრამ უკვე აი სიმშვიდე მოვიდა რა, რაც ფემინურობის მიღებამ გამოიწვია. რაღაც შინაგანის საყრდენი იპოვა ამ მასკულინურმა ენერგიამ, ხო? გამყარდა უფრო სივრცე. სივრცე სადაც სიმყარე შეძლო, ხო რა, ანუ ფემინურობა ჩემთვის ის არის, რომ სივრცე მიცა რა, რომ კაი, მოდი, ჩემთან ხარ. და ესეც დადგა. მე ამასთან ვარ კი. რაც ეგეთი ის გაიჩნდა რა. ხო, აქამდე იყო რა, როგორ ის არ უშვებდა სივრცეში სინამდვილეში. ანუ ფემინურობის გასაკეთებელი საქმე იყო მაინც. ხვდები? ოკეი. ანუ მიუხედავად რომ მეთქი მასკულინობის პრობლემა თუა და ამის დანაშაული თუ არ ეს უნდა მოგვარდეს და ამან უნდა გამოასწოროს, თურმე ეგრე არ ყოფილა. ანუ ის იყო აქ თავარი რა და შენ რო ამბობ რომ ფემინურობის მოსაგვარებელი იყო ეს საკითხი, ხო? ეს როგორ შეიძლება რომ გადავთვალოთ უფრო დიდ კონტექსტში? ანუ ეს ხო ჩვენც თავში ხდება, მაგრამ აი მაგალითად საზოგადოებაში ან ურთიერთობაში, ხო? ეს ხომ არ აკისრებს ფემინურ ენერგიას უფრო მეტ პასუხისმგებლობას მაგალითად? რას ნიშნავს ეს, რომ ფემინურის მოსაგვარებელია? როგორ ფიქრობ? მოსაგვარებელზე მოსაგვარებელი არის იმ მომენტში, რომ აი დაჩაგრული და შეჭმუხნული სივრციდან უბრალოდ უნდა გაფართოვდეს რა. უბრალოდ უნდა გაიშალოს და მიიღოს ის სიტუაცია, როგორც იმიტომ რომ ფემინური არ ცვლის, მე ისევ მასკულინურმა უნდა შეცვალოს. მაგრამ ფემინურმა უნდა მიიღოს. ეხა მაგალითად და არ ვიცი, ძალიან არ მოწონთ ხოლმე ამას რო ვიძახი, აი რადიკალ ფემინისტებზე ვიძახი. ფემინისტების ან პირველად იდეა, რა თქმა უნდა, თანასწორობა, რა თქმა უნდა, მაგრამ აი რადიკალები იქცევიან აბსოლუტურად მასკულინურად. ანუ ეგ არ არის ფემინიზმი, აღარ არის. ნუ რაღაცაით შურიძიებას თუ რა არ ვიცი რას გავს რა, ეგ აღარ არის რა და ეხანდელი მიდგომაც ანუ თუ გინდა რომ ფემინურობა რაღაცაით ჯანსაღ-ვარიანტში იყოს, ჩაგრულის პოზიციიდან უნდა გამოვიდეს და სივრცე მიცეს, ანუ რეალობა ისეთი მიიღოს, რომ ხა ესეთია. საზოგადოებაში როგორ გამოიხატება, ეგიცი, აი მეტი სიმშვიდე ექნება ქალსაც რა, მეტი თავდაჯერებულობა. ოღონდ თავის სიბრძნეში და ანუ ისევ იმ მასკულინობაში არ ჩავარდება, რომ იმეშინ დაგიმტკიცებ ხარ, რომ შენზე მაგარი კაცი ვარ და რაღაცა წევა შემიძლია რაღაცეების, რომ აი მეც კაცო ისა ვარ, რაღაცა CEO და რაღაცა ამაში ცუდი კი არაფერი არ არის. ანუ CEO-ობაში კი არ არის, ცუდ ფორმაზე არ ვამბობ რა, უკან მოტივზე და არსებობ. მოტივაციაზე ხო? ანაფონი რა არის, ამას როგორ აკეთებ, რისთვის აკეთებ, ესაა მთავარი და ეს თუ არის რომ მე თავდაჯერებული ვარ ჩემს ფემინურობაში და ამას ვაკეთებ და საერთოდ მჭირდება რა, მე იცი რა, ფემინურობას ძალიან დიდი სიბრძნე აქვს. აი სიბრძნე, როგორი სიბრძნეზე ვამბობ ხოლმე, იცი, სხეობთლიანად იცი, ფეხის თითებითაც იცის რაღაცები რა. ანუ რაღაცა ცუდი აქვს. ხანდახან ვერც შეიძლება დაადოს ხელი სად იცის. ეხლა ჩვენ რასაც ვაკეთებთ ეს მასკულინური თარგმანია რა, მაინც ლოგიკაში ვთარგმნით რაღაცას. ეხლა ჩვენ ფემინური პოდკასტი ხანდას უნდა ვცეკვავდეთ ორივე, რაღაც პროსტა შეგრძნებაში უნდა ვიყოთ რა. რაღაცა ან იგავებით უნდა ვსაუბრობდეთ. რაღაცა ირასმოთ, შაირებით. ხო, აი ზუსტად, ხო რაღაცა რაც დიდ ენერგიას უცებ მოიტანს რა, ლოგიკას მოაქვს, აი რაღაცა ლუკმა, რომ აი ეს არის, მე ეს არის, მე ეს არის და ფემინურობას მოაქვს ერთიანად რაღაცა რა, აი დიდი დაზიპული ფაილი. დიდი მეტაბძვრები დიახ და ანუ აი ეგეთი მიდგომით თუ ვარ და მე ამას თუ გრძნობ ჩემ თავში ის ფემინურობა უკვე გააქტიური გაჯანსაღებული მაქვს თორე გააქვს უეჭველი აი მე ვიღაცა რომ მეუნე მე ექსპერტი ვარ თუ რაღაცა ანუ ოკეი მე გეცინება რა ხტები ან და უცებ ისიც ხდება რომ ერთ დამშვიდდა რა სკოლის ხომ ანუ იმიტომ რომ როცა შენ უმტკიცებ რაღაცა ეგრევე მის მოედანზე გადადიხარ სათამაშოდ კაცობაში შეგიძლია მაგრამ თვითონ თუ გაცნობიერებულია და ეს ხანდახან მეც მიყვარს ძალიან ფილოსოფიაში თამაში მაგალითად ხანდახან ძალიან მეზარება მაგრამ გაცნობიერებული უნდა იყოს
ქალური ენერგია არის მკურნალი ენერგია. სინამდვილეში ხმამურაცური ენერგია ხო არ არის მკურნალი ენერგია, უფრო პირიქით დამანგრეველი და მებრძოლი და ესეთი არის ტკივილის მიმყენებელი შედარებით რა. და ქალური ენერგიის განვითარება თუნდაც მამაკაცებში ხომ არ დაიხმარება იმას, რომ აი ტრამვები მოშუშდეს მაგალითად, თუნდაც ის ნაიარევი ფემინია, თუნდაც ის ნაიარევი, ხო. აბსოლუტურად. მაგას ნახე, იქ რა ვთქვი, რომ აი ზუსტად ეხა ფემინურის გასაკეთებელია, მე არ გულისხმობ, რომ ქალების გასაკეთებელია. ფემინას გასაკეთებელია ხდება, ანუ კაცებშიც ფემინურის გასაკეთებელია თქვა ამას ვამბობ. ეგ მან არის ძალიან ისეთი კვანძი რა. ნახე, ამდენი ხანი რო ჩაგრავენ, აი ფემინურობა იჩაგრება, თითქოს რაღაცა ბუნებრივი პასუხი მოდის, რომ ეხა ჩვენ უნდა დავჩაგროთ თუ რაღაც რა. ანუ ხო, ეგეთი ვარიანტია ეხა რადიკალური მაღლოთ. ხო, რაღაცა რომ ეხა მე კაცო და ეხა შენ იმასქენი რაღაცა აქედან წადი და ეხა მე ვიქნები და რაღაცა აბსოლუტური რაღაცა პატრიარქატიდან რაღაცა აბსოლუტურ მატრიარქატამდე გადავიდეთ თუ რაღაც ეგეთი რა. და ძალიან რთულია ზოგადად აი სხვა თემებშიც. ადამიანს როცა კენენ, რომ ის ადგეს, ეს გაიაზროს, გადახარშოს და ეს რაღაცა ჯაჭვი არ გააგრძელოს, რომ უკან არ დააბრუნოს. ძალიან რთული, ძალიან მაღალ ემოციურ ინტელექტს მოითხოვს, რომ მე რო ვიღაცამ რა შავა, არ მომინდეს სამაგეროს გადახდა. ძალიან, ანუ მართლა მაღალ შეგნებას მოითხოვს რა. აი ეგ არის ქალის გასაკეთებელი და ფემინურობის გასაკეთებელი, რომ მიხვდეს, რომ ეხა თუ შურის ზებაზე წავა, ისევ და ანუ მაინც არ იქნება ქალური ენერგიაში. მაინც ნაიანი თუ შეძლებს რომ მიხვდეს ეხა რომ ოკეი, კი, იმას კი არ ვუარყოფ, რომ ცუდი რაღაცები აკეთეს და ჩაგრეს და ასე შემდეგ ასე. ამას არ ვუარყოფთ, მაგრამ სამაგიეროს კი არ ვხვდით, არამედ ოკეი, ერთად. იმიტომ რომ მაინც იმაში გადავდივართ რა, ანუ პოლუსებზე ვთამაშობთ რა, ან ფემინი, ან მასკულინი ორივე ვხვდია. ორივე. ბალანსი უნდა იყოს. ამ ბალანსისთვის ახლა ფემინას პასუხის დრო არის, ხვდები და ფემინამ ახლა ისევ თუ დაარტყამას, მე ისევ დაარტყამს და ეს წავა რა. და ამ ბალანსისთვის ახლა ფემინას რადგან ამის სულა არის, ეს და თუ შეძლებს უნდა გაჩერდეს და თქვას რომ ოკეი, აი გავაჩეროთ ახლა ეს სიგიჟე და ვილაპარაკოთ. ერთად და ეს ოკეი. როგორ ფიქრობ, მასკულინური ენერგია მაგაზე წამოვა? მე ვფიქრობ, წამოვა. ოღონდ ნახე, ამბანდ არის ზუსტად ეგ შიში და რაღაცები, ისევ მასკულინობის ეგ. აი შიში რომ მოვარო ეხა მე უნდა მოვუგო ამას თუ უნდა შევეჯიბრო. მასკულინობა ეგ ისევ. ახსოვი? აი მაგალითად აი არ ვიტყვი ვინ, მაგრამ ერთ-ერთი ცნობილი გოგო არის, ძალიან ისე საუბრობს რა, სუფთად მასკულინური მიმართულებით საუბრობს. ძალიან ლოგიკურად სხვების ციტირებას ახდენს, რა, მოგიყვება წიგნს ზებირად. ეგ არის მასკულინი, რა, აი ლოგიკაში გიყვა. აუ, ხალხი არის გადარეული შემოწონთა ეს, იმიტომ რომ მასკულინობა გვიყვარს ზოგადად, პატივისცემას თითქოს ის იმსახურებს რა. და მე აქედან მწარდები, რომ მე არ ვარ ეგეთი რა, რომ ანუ არც მინდა რომ ვიყო ეგეთი. აბსოლუტურად იმაში რაღაც პოლუსზე გადავარდნილი რა და მწარდები იმაზე, რომ აი ამას ვერ ხედავს რა ადამიანი რა. ანუ ამას ვერ აფასებს. მე პროსტა აი სხეულის ენით რომ რაღაცა ვუთხარი, რომ იქ აი როგორ ვუთხარი, ხო გაჩენ შეიძლება მეც მოვიყვანო ციტატა, მაგრამ რა როგორ ამბობ ამას, როგორ მიდის მეორე მსმენელამდე და ასე შემდეგ რა. და ანუ მაგაზე ანუ კითხვა ის იყო, რომ მასკულინობა თუ წამოყვება, ხო ანუ გამწარებულია ფემინა უეჭველი ბრაზდება ეგეთ რაღაცებზე რა, დარწმუნებული ვარ რა, რომ აი მეორე მხარე რომ არაფასებენ, პატივს არცემენ, ამცირებენ, მიდან უგაბრაზდები ახლა. სულ ეგეთი მოქმედება და აი ზუსტად მაგ დროს არ უნდა ადგეს და არ უნდა დაარტყას, ხვდები? ანუ აი მაგ დროს არის გასააზრებელი, რომ მე უნდა ვაცადო რა და იმიტომ რომ თუ დარტყმაზე გადავდივარ, ისევ მასკულინში უბრუნდები. ანუ ისევ იმ მოედანზე ვჩხუბი, ვინ უფრო მაგარი კაცია. ისევ აი მანდ მიჩნდება ხოლმე აი ეს შინაგანი ეს წინააღმდეგობასაც ვერ ვიტყვი, სევდა უფრო თუ რაღაცა პროტესტის გრძნობა, რომ ისევ ფემინურს ეკისრება პასუხისმგებლობა სიტუაციის გადაწყვეტაზე რა. ანუ თითქოს როცა არ გაფასებენ თან. ხო, როცა არ გაფასებენ, როცა ჩაგრავენ, ანუ მსხვერპლის პოზიციიდან შენ უნდა მოიკრიბო ძალა, შენ უნდა გააფართოვო შენი ცნობიერება.
შენ უნდა გააცნობიერო ყველა შენი ტრავმა, შენ უნდა იმკურნალო, შენ უნდა ისაქნა და მე ისევ შენ გეკისრება პასუხისმგებლობა, რომ არ დაუშავო არაფერი მეორე მხარეს ამ შენი გაფართოებული ცნობიერებით რა და აი მანდ ერთის მხრივ რო აი რაღაცა ცოტა პროტესტის გზნობა და ის მიჩნდება ბრაზი, მაგრამ მეორეს მხრივ ვფიქრობ, რომ იქნებ ქალები უბრალოდ ბუნებრივად უბრალოდ მაღალ ცნობიერი არსებები არიან. და ამას არ ვამბობ, ხო, აი შედარების ან რაღაცა სიამაყის გამო კი არ ვამბობ. იქიდან გამომდინარე, რომ მათ უწევთ უფრო მეტად დიფუზორული ყურადღება კონდეთ და სხვანაირი ყურადღების მექანიზმი აქვთ. და შესაბამისად უფრო მეტად აცნობიერებენ გარემოს და თავის სხეულს და ამ გზნობებზე ორიენტირებულები არიან და ასე შემდეგ რა. უფრო ინტროვერსიულები ვართ ქალები, უფრო მაგიტო არის სიბრძნე ფემინური, რომ menstruația შვება მაგას ჩემი აზრით რა. ნუ მე რა ორსლობა და ეს, მაგრამ მე ანუ გინდა არ გინდა სულ გახსენდება რომ სხეული გაქვს ყოველთვე. ხო. 13 წელი რო იწყებ რომ გახსენდება რომ ტკივილი რო არსებობს, რომ შიგნით რაღაცები ხდება, აი გინდა არ გინდა ბუნებასთან, ანუ ჩვენ უფრო ახლოს ვართ. ანუ მაგაში არაფერი შეჯიბრებითობა არ არის, უბრალოდ ეგრეა რა, ანუ რომ ჩვენ უფრო ინტროვერსიულები ვართ, ჩვენ უფრო გინდა არ გინდა ციკლს ვამუღამებთ. ციკლური ბუნება რო აქ ამას ანუ სამყაროს რა, ხედავ აქ სეზონზეც იცვლება იქვე, ანუ თმები რომ ცვივა იმის დროს რა ქვია, რაღაცა გაზაფხულზე რო ამუღამებ შემოდგომაზე. ანუ გინდა არ გინდა მაინც გიწევს მაგაზე ფიქრი და აი შეგრძნებითობაში ყოფნა რა და მაგას თუ მედიტაციაში. მე სუფთად აბა რა მედიტაცია. ანუ გინდა აი სხეულზე რომ მედიტაციას აკეთებ. ტანტრაში არსებობს მოსაზრება და რწმენა, რომ ქალი არის უფრო აღმატებული და უფრო ღვთაებრივი არსება, ვიდრე მამაკაცი. აქ ენერგიებზეც არ არის საუბარი. აი ჩვეულებრივი, რა ვიცი, ფიზიკური ქალი და კაცია საუბარი და ზუსტად ამის გამო, იმიტომ რომ ბიოლოგიურად ქალი არის უფრო დაახლოებული ბუნებასთან, უფრო ცნობიერია, უფრო მისი ყურადღება არის უფრო ყოვლის მომცველი, მამაკაცის უფრო სწორხაზოვანი და ერთ რაღაცაზე კონცენტრირებულია, ქალის ეგეთი არ არის, პირიქით გაფართოებული ყურადღება აქვს. მამაკაცებს ასწავლიან ამ რელიგიურ ხელნაწერებში, რომ ქალი უნდა იყოს როგორც ქალღმერთი, გაღმერთებულის დონეზე რა, ანუ და კაცი ემსახურებოდეს და თავისი სამუშაო ცხოვრება და რა ვიცი, ყველაფერი მიუძღვნას თავის პარტნიორ ქალს რა. და ნუ ეს რაღაცა ქალის კულტი ძალიან ტანტრაში ძალიან სერიოზულია, არსებობს ნუ ძალიან ბევრი ქალღმერთი ღვთაება და უფრო მაღალი ქალღმერთები არიან ვიდრე ვთქვათ მამაკაცი ღმერთები. შესაბამისად, აი ამ პოლარობაზე დაკვირვების საშუალებით კაცები აღწევენ გასხივოსნებას. ანუ ქალღმერთის გავლით, ქალური ენერგიის გავლით. ანუ ქალს რეალობაში დავივიწყოთ იმის იქით რა ხდება, არავინ არ იცის ხო სინამდვილეში. ქალი იძლევა სიცოცხლეს. ანუ ეხლა რა ფაქტში ქალი იძლევა სიცოცხლეს. მაგრამ კაცს იმდენად შეშურდაო, რომ საქმეო რა, გამოიგონა მამა ღმერთი, რომელმაც პირველი სიცოცხლე, კი, ქალი კი, მაგრამ ეს პირველი სიცოცხლე მაინც იმის მოცემულიაო რა. სამედიცინო სწავლის დროს კლინიკაში ხო გვიწევს პრაქტიკის გავა და მიან გინეკოლოგიაში რო გავდიოდით, ძალიან ბევრი მშობიარობა და საკეის, ნუ ბავშვის დაბადება მაქვს ნახი და ყოველ ჯერზე პიროდი ოღონ და მე არ დედა ვიყავი არ შვილი. უბრალოდ ანუ ეს არის საოცრება, ეს თეორიულად თითქოს ყველა ვიცით რომ გაჩვეულებრივებული ამბავია რა და ამ დროს რო ხედავ რომ ერთი ადამიანისგან ამოდის მეორე ადამიანი უკაცრავად ვიცით რა ხდება ანუ ძალიან მოსახელთებელია ჩემი გონებისთვის. არ ძალიან გავსუმეცრებ და მე ექიმმა მითხრა რომ რა გატირებს ბოლო-ბოლო ანუ იმისგან რომ ეს რა საოცრება რომ ადამიანები ანუ ერთი ადამიანი არის ჩვეულებრივად როგორც ყველა ადამიანი მე უცებ მეორე ადამიანი ამოდის ერთი წამით ანუ ძალიან შოკია რა ამას არ ვიცი ხო რა ანუ თუ ყველა ნახავს ოღონ რეალობაში გამოშტერდება ყველა აბსოლუტურად ძალიან ისეთი რამე ხო და ეგ არის ფაქტი რომ ქალი იძლევა სიცოცხლეს ხო და უფრო მეტი სიბრძნე გვაქვს რა გინდა არ გინდა ის შენ ნინა თქომის უფრო ფართო ხედვა გაქვს ანუ მსოფლმხედველობა რაღაცნაირად რა შეიძლება
კონკრეტულად ნახე მამაკაციდან მასკულინობასად არის მანდ აი საყრდენი ზუსტად მასკულინობა უნდა იყოს. ანუ საყრდენი მტკიცე რაღაცების გაკეთება, ამას რა თქმა უნდა არ უკარგავ არასდროს რა მასკულინობას რა. ტექნოლოგიები ესენი რაც აქვს ახლა ეს რაღაცა A+B რაღაცა ამ ლოგიკაში რეების ცდება. კვანტური მექანიკა მაგალითად უფრო ფემინური არის ჩემთვის, მაგრამ აი დანარჩენი ფიზიკა რა, ნიუტონის ფიზიკა რაც არის ეს რა თქმა უნდა, აბა რა, ანუ მასკულინობა ძალიან მაგარია და საჭიროა. მაგიტომ ვამბობ, რომ არ მინდა რომ რაღაცა ამაში გადავიდეთ რა დისბალანსში, რომ ან ეს არის ამასაც უნდა პატივისცემა და ამასაც უნდა პატივისცემა. ერთად რაღაც შეთანხმებულად. ეხლა სად, აი წარმოგიდგენთ ცოლ-ქმარი რა. რომელი ოჯახი გირჩევნია, სამი ოჯახი გავიაროთ, სადაც მამაკაცი არის, რაღაცას რასაც იტყვის და რაღაცა ესე მიყავს და ეს არის ძალიან ფემინურები არიან და ქალია წამყვანი და რავი სულ ცეკვავენ და ძალიან ხეხიპურის რო წარმოვიდგინოთ რა, რაღაცა მუსიკები რაც მაგრამ სამაგეროდ ხან პური არ აქვს, რაღაცა არ აქვს, იქის არ აქვს, ცეკვა არ აქვს, მაგრამ ნუ საჭმელი აქვს და მესამე სადაც ხან ცეკვავენ ორშაბათობით მაგალითად მაგრამ თან მუშაობენ, თან ლოგიკასაც ასწავლიან ბავშვებს და თან სიამოვნების მიღებაზე ხეზეც ადიან, მაგრამ თან რაღაც, ანუ ხო ეს მესამე ვარიანტი ჯობია, რა ვიცი, მე ჩემი აზრით მესამე ჯობია. რაც ბალანსირებულია რა, ორივე საჭირო. როგორ შეიძლება მამაკაცებმა გაიაზრონ, აღიარონ ფემინური ენერგიის ძალა? ქალი ყავა დავიწყოთ ჩემთვის. ქალებმა დავიწყოთ ქალური ენერგიის გაცნობიერება და პირველ რიგში პატივისცემა, იმიტომ რომ თვით ეგ კაცზე მეტად, ანუ გარედან რო ვიღაც ჩაგრავს, იმაზე საშინელება არის, რომ ვიღაცას ეს კაცი ქალს გაშინაგნებული აქვს და მაქედან ანუ საკუთარ თავსაც ჩაგრავს და პლუს შენს ჩაგრავს. ეს უფრო ცუდი რაღაცა. და ამიტომ ქალს ბევრად ბუნებრივად შეუძლია, რომ აი მაგას მიხვდეს, რომ ხა ფემინურად, ანუ უფრო აი ფლოუში, აი ქალს ადარებენ წყლის სტიქია რა ფემინურობა, რა როცა აი წყალს ახლა რაღაცა უნდა დიდი რაღაცა მოხდეს და ამას გულისხმობ მეტაფორაში რაღაც ამბავი შეჯიბრი მაგალითად ახლა რაღაცა ფიზიკურად მოხდრაზე არ ვიცი. რაღაც მე ქვარო ჩააგდო ხა წყალში, სუფეხებზე კიდე წყალს ახლა რა ქვას ჩააგდებ წყალში. ანუ არ წყლის იმდენად მოქნილი არის, იმდენად ისა ოკეი იყოს, მაგრამ რა ანუ არაფერი არ მიადგება. არ წდება, ხვდები? აი ამის დაფასება უნდა ვისწავლოთ ჩვენში. როგორ შეუძლია ჩვენს მსმენელს გიპოვოს, გაკითხოს, გეკონტაქტოს, სად გიპოვოს, რა საქმეებს აპირებ და ასე შემდეგ. ასე კი, ყავაში უნდა ჩაიხედ. Instagram-ზე ninjunია, TikTok-ზეც ninjunია, Facebook-ზე ninja, მაგრამ Instagram-ზე ყველაზე აქტიურად ვარ. შეუძლიათ იქ მომწერონ, ჩემი არხი მაქვს ალქიმიის, როგორც თქვი და აბსოლუტურად უსასყიდლოდ რაღაც ამ პატარა-პატარა შვებას და გაცნობიერებებს ვდებ ხოლმე, ვიდეოებს ჩავწერ ხოლმე რაღაცებზე, ისედაც პოსტებსაც ვაზიარებ, პირად კონსულტაციებს ვაკეთებ. ესეც Instagram-ზე შეუძლიათ რომ შეეთანხმონ. ფიზიკურად ან ლოკაცია მაქვს ქუთაისში და ქუთაისშიც ვაკეთებ ხოლმე რაღაცა ხან ტარო თერაპიას, ხან არომათერაპიას, ხან რაღაცებს, მაგრამ ძირითადად ნუ მე ხო რაღაცებს ძალიან ჯადოსნური, ძალიან თავისუფალი სივრცეა ხოლმე და ისე გადადის რა. საერთოდ წავა იქით მიდის რა, ნუ ტაროთი ვიწყებთ ხოლმე რაღაც მსგავსი. YouTube არხი მაქვს მეხუთე ელემენტი, იქ ცოტა შედარებით ნელავდებ რაღაცებს, მაგრამ მედიტაციები მაქვს, ესეც უსასყიდლოდ, სხვადასხვა თემაზე, რაც კაი რამეა რა, ქართულად მე მაგალითად რო ვეძებდი, ჩემ მედიტაციას მე ვერ უსმენ, მაგრამ ნუ ვიღაცისთვის ალბათ კაია, წაადგება სადმე ვიღაც. ხო. ეგენია. ყოველთვის ხემისაწვდომი, არასდროს რამე ისეც არ რაღაცა ისე არა და ძალიან სიმბოლურ ფასი ადევს ხოლმე. ყოველთვის ვიძახი ამას, ყოველთვის ვიტყვი, რომ თუ ხვდები, რომ ძალიან გჭირდება, იმიტომ რომ მე ვიყავი ეგეთი ბავშვი რა და ეგეთი თინეიჯერი და ეგეთი რავი, კაი ხალხს არ მქონდა საშუალება და ძალიან მაინტერესებდა და აი რაღაცა 300 ლარის გადახდისის არ მაქვს მაგალითად ხო ან რაღაც და თუ ხვდები, რომ ძალიან გჭირდება და ძალიან გინდა და რაღაცა არ არის საშუალება, მაგას ისეც ვიმეორებ სულ ვიდეოებში რაღაც რეკლამას როცა ვაკეთებ, არ არის პრობლემა, მოდით. ოღონ მართლა რო გჭირდება, ისი არა რაღაც დასატესტად თუ რაღაც, ანუ მართლა რო გძნობ რო გჭირდება.
არ იფიქროთ მაგაზე. რაღაც გადასახდელიან რაღაც. ძალიან დიდი მადლობა. ერთსაც კითხავ მოდი ბოლოსკენ, აი ერთი პრაქტიკის გაშინაგნება რომ შეგეძლოს ჩვენი მსმენელისთვის. აი შენ ამ პრაქტიკას იტყვი და ისინი გაიშინაგნებენ. რა იქნებოდა ეს პრაქტიკა? ვაუ. თუ ერთი უნდა ვარჩიო, აბსოლუტურად mindfulness ავარჩევდი რა, mindfulness მედიტაციას, როცა აწყვაში რჩები და უბრალოდ აკვირდები, მაგრამ იმას ვიტყოდი, ძველი პროგრამების მიხვედრას რა, აი რა გატრიალებს წრეზე მაგის მიხვედრას, რომ მე გააცნობირო და გამოგვიდა წრიდან. აი როგონია რომ აი რასულ ესე მემართება, რა უიღბლო ვარ მაგალითად, რომ სინამდვილეში შენი გადაწყვეტილება. რაღაცა თუ მეორდება შენ ცხოვრებაში, რომ აი ორი შეყვარებული მყავდა და ორივე რაღაცა ზუსტად გაავს რა მაგალითად. ან რაღაცა სამსახურში ორივეში თუ სამივეში მსგავსი სიტუაცია გაიჩნდა, ან მეგობრებთან რაღაცა ადამიანების უნტავებე თუ რაღაცა, რავი, აი რაღაცა რომ მეორდება და ფიქსირე, სად შეიძლება მას აკეთებდა შენ თვითონ. რაღაცა ერთი შეგებს, მაგრამ რაღაცა რომ მეორდება ის სამჯერ შევედი, რომ სადღაცა სამივეჯერ ნაგავი დამხვდა, იმიტომ რომ ნაგავს ვეძე და დამხვდა ნაგავი. კი ბატონო. და თუ ამის გაცნობიერებას დამოუკიდებლად ვერ ახერხებთ, შეგიძლიათ ვიმართოთ ნინის Instagram-ზე. მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა რომ ამდენი დრო დაგვითმე, მადლობა რომ ესე გულწრფელად გაგვიზიარე შენი ცოდნა, სიბრძნა და გამოცდილება. და იმედია მომდევნო ეპიზოდებში კიდე დაგვიბრუნდები სტუმრად და იმედია საკრალიაც შენთან ერთად გაიფურჩქნება. წარმატებებს გისურვებ, ძალიან დიდი მადლობა და აბა დროებით. მადლობა და შენს წარმატებები, საკრალიასაც წარმატებები.